Ქონდა ფუფუნება იმისა, რომ მუსიკალურ სამყაროში კიდევ ერთხელ გვემოგზაურა, სამშაბათი ის დღეა, როდესაც უნდა მიუსხდეთ ეკრანებს და უყუროთ რას? საქართველოს ხმას. აი ასე რიტმში. მოდი მაყურებელსაც გავაცნოთ ხო ეს მოკლე ექსკურსი მით უმეტეს გუშინ რუსთავიორის ეთერში მაყურებელმა სწორედ მუსიკალური მეგაშოუ საქართველოს ხმის მესამე კასტინგის ეპიზოდი იხილა, მრავალფეროვანი კონკურსანტები, საინტერესო შესრულებები და ჟიურის მკაცრი შეფასებები როგორც ყოველთვის პროექტში ბევრი მოულოდნელობა იყო და თიკა ბალენჩინის ოქროს ღილაკის მფლობელი მარიამ მუსეშვილი გახდა. მარიამი რუსთავიორის მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვს ის ყველაზე სახალხო მეგაშოუ ნიჭიერის მაყურებელთა რიგებში აღმოვაჩინეთ და შემდეგ უკვე მან დაიკავა ძალიან ღირსეულად სცენა ის მაშინაც ოქროს ღილაკის მფლობელი გახდა. კი ბატონო, ნამდვილად ასე იყო. მაშინ თიკა ფაცაცია იყო ამ ყველაფრის ავტორი და დღეს უკვე თიკა ბალანჩინი აი ესე თიკებს განსაკუთრებით კარგად აქვს თიკა. უყვართ მოკლედ ხო გუშინ მეც ვადევნებდი თვალს და ამაზე აქცენტირება იყო გადაცემის განმავლობაშიც ამ მეგაშოუს ფარგლებშიც და მართლაც რაღაცნაირად წარმოუდგენელი იყო რომელიმე მათგანს რომ ოქროს ღილაკი არ გამოეყენებინათ, იმიტომ რომ მეც აბსოლუტურად როგორც მაყურებელს ტელეეკრანთან გამიჩნდა იმის განცდა რომ მქონოდა სახლში ღილაკი აუცილებლად დავარქავდი ამ ოქროს ღილაკს და აფეთქდა კიდეც ეს ოქროს ღილაკი. ხოჭერს მე ეს არ გამკურვებია რომ მარიამზე აფეთქდა ეს, იმიტომ რომ არ ვიცი განსაკუთრებული სენსიტივები ამ ადამიანის მიმართ მაქვს და არა მხოლოდ მე მაყურებელსაც, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერია მისი ვოკალური საოცარი შესაძლებლობების შესახებ ჩვენ ვიცოდით, მაგრამ მგონია რომ ამ პროექტში ძალიან საინტერესო იქნება მისი როლი და აი ეს ჯაზის დედოფალი, რასაც ვეძახდით, კიდევ ერთხელ თავიდან შეეყვარებს ტელემაყურებელს თავს. და არა მხოლოდ სხვათა შორის მარიამი ძალიან კარგი კონკურსანტები აღმოაჩინეს გუშინ ჩვენმა ჟიურის წევრებმა და აღმოაჩინა საქართველოს ხმა. მოკლედ წარმატება თავისთავად ცხადია პროექტს და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთ საოცარ სანახაობას იხილავს ჩვენი ტელემაყურებელი.